მე მაინტერესებს მეუფე შიო მუჯირს, აი ამ პროცესში, როგორც თანამოსაყდრეს, რადგან თანამოსაყდრია, აქვს თუ არა ამით რაიმე უპირატესობა? არანაირი. იურიდიულად. არანაირი უფლება, აი რაში ჩანს ეს. უბრალოდ ნახეთ როგორ არის. აი ამ შემთხვევაში, ხა მაშინ რაც იყო, უბრალოდ ის პატრიარქი ხშირად შეუძლოთ იყო ფიზიკურად ბევრჯერ შეეძლო ეხემძღვანელა, მით უმეტეს ვიზიტებზე ჩასულიყო ეპარქიებში და გასაგები ამ შემთხვევაში მან დანიშნა ეპისკოპოსი შიო მუჯირი და ის თქვა აი ამ საქმიანებს პატრიარქის დავალებით ის თვითონ თავის სურვილით არაფერს არ აკეთებს პატრიარქის დავალებით, ხო? ანუ პატრიარქის სახელით აკეთებს, მისი ლოცვა-კურთხევით აკეთებს. ეხლა დღევანდელი რაც არის დღეს ის თანამოსაყდრე რას ნიშნავს თანამოსაყდრე? ის ნიშნავს სანამ იქნება საეკლესიო კრება. სანამ მოხდება, ეხლა სამი კანდიდატი მერე აირჩიეს, ხო? მანამდე ვიღაცა ორგანიზაციულ საკითხებს ხო უნდა ხელმძღვანელობდა ეს საქართველოში კი არა, ყველა ეკლესიაში ესეა. როცა ეკლესია დაქვრივდება, იქ თქვათ არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც ამ პერიოდში ამ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებს და რა არის ორგანიზაციული საკითხები? მომზადება იმ არჩევნების და მისი ჩატარება სრულყოფილად. აი ეს არისო. ასე რომ თქვათ, იქ მეტი ხმა და ესე კანონიკურად და ლეგიტიმურად ესე არ არის. ეხლა პიროვნულად ვის რა გავლენებია, ეგ სხვა ამბავია.